არის თუ არა თანამედროვე ფიტნესი ლოგიკური ბიოლოგიური პროცესი სხეულისთვის და ზოგადად რა იდეადებს მის მიღმა და რამ განაპირობა მის პოპულარიზაცია თანამედროვე ეპოქაში. პირველ რიგში, ადამიანი ბუნების დიზაინით არის მონადირე შემგროვებელი და როდესაც ის მოცილებულია იმ ბუნებრივ პროცესებს, რომლებზეც ბიოლოგიურად არის დაპროგრამებული, ის ყოველთვის ცდილობს ამ პროცესების იმიტაციას. ფიტნესი, ნებისმიერი სპორტი, ექშენ ფილმები, ვიდეო თამაშები, ეს ყველაფერი არის ჩვენი პრიმალური პირველყოფილი ბიოლოგიური მოთხოვნილების იმიტაცია. ბეტონის ჯუნგლებში ფუნქციაწარმოებული ორგანიზმის ფსევდობუნებრივი პროცესის სიმულაცია. რეალურად ბუნებაში მამონზე უნდა ნადირობდეთ, მაგრამ ოფისში ვართ და ტელეფონის სკროლით ვართ დაკავებული. ჩვენი სხეული ვერ ხვდება, რას ვაკეთებთ, როცა რაიმე ფიზიკური აქტივობით ვკავდებით. მასში ირთვება fight or flight response, ბრძოლაზე ან გაქცევაზე პასუხი. ორგანიზმი ამ პროცესს აღიქვამს როგორც საფრთხეს, რა დროსაც სხეულის ადრენალიზირება ხდება. ორგანიზმში გადარჩენის ჰორმონები პიკშია ავარდნილი. ჩართულია განგაშის რეჟიმი. იდეაში სხეულს გონია, რომ საფრთხეს ან ცხოველს გაურბიხარ, მაგრამ რეალური ფიზიკური საფრთხე არ არის. ზედმეტი ფიზიკური აქტივობა იწვევს ორგანიზმის მიერ დადგენილი ჰორმონალური რესურსის ნაადრევ გაფლანგვას, ტესტოსტერონის დაქვეითებას. ბუნებრივი აქტივობის დეკონსტრუქცია. შუბის ან ქვის სროლა, მცირე სპრინტი ან სირბილი, ხეზე ან კლდეზე ცოცვა და სხვადასხვა სიმძიმის აწევა. ეს არის პალეოლითის 100,000 წლოვანი სისტემა, რომლის რუტინაზე ჩვენი სხეული აეწყო. ხაზგასასმელია გვიანი პალეოლითი, რა დროსაც ადამიანის ფიზიკური განვითარება პიკში იყო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ადამიანი ბუნებაში ქვას უმიზეზოდ ზემოთ, ქვემოთ არ წევს და არ ითვლის რამდენ მისვლას და რამდენ გამეორებას გააკეთებს. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სრულდება რთული ფიზიკური აქტივობა, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს. ბუნებაში კი ენერგიის შევსება, ანუ საკვების მოპოვება არ არის მარტივი ამოცანა. დღეს შოპინგ ეპოქაში ეს პროცესი უმარტივესი გახდა. ბუნებაში არ არსებობს ჭარბწონიანი მონადირე შემგროვებელი. ბიოლოგიურად ადამიანი არ არის კაჩოკი. ადამიანს იმდენი კუნთოვანი მასა აქვს ბუნებაში, რამდენიც საჭიროა და ზედმეტ სხეული უბრალოდ იცილებს. ბევრი კუნთი უდრის ბევრი რესურსის გამოყენებას. ამიტომ დიდი კუნთოვანი მასის მატარებელი ინდივიდების რუტინა მთლიანად მის შენარჩუნებაზე აგებული. უამრავი ცილა და კალორია. ყველაფერი, რაც ექსტრემალურ სახეს იღებს და ბუნების დაწესებულ ლიმიტს ცდება, არის დესტრუქციული. ვარჯიში აუცილებელია, კუნთოვანი მასაც აუცილებელია. განსაკუთრებით ასაკში, როცა პროცესი სარკოფენია იჩენს თავს, მაგრამ მინიმალისტური და ხარისხიანი. აქცენტი უნდა გაკეთდეს დასვენებაზე და აღდგენაზე.